დიდი ხანია რაც არ მithქვამს სიტყვა ახალი. ან როგორ მეთქვა, როცა ფიქრებს გზა ვერ უპოვე. ვერც იმას მივხვდი, სად რომელი გრძნობა ჩამერთო და ამჩემს განც და სახელიც კი ვერ მოუგონე. მე ყოველ დილით თვალს ვადევნებ ცის სილაჟვარდეს. წითელ ალიონს შევყურებ და სულ კარგზე ვფიქრობ. თითქოს 64 ჩამოსულა დედამიწაზე და ჯოჯოხეთი გარდასულა სხვა ქვეყნად თითქოს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ დროს ვერ ვამჩნევ, რომ ჩემი ყოფა ვიცი ბევრისთვის სანატრელია. ჩემი მცირედი რომ სხვათათვის ფუფუნებაა და ისიც ვიცი ჩემნაირი კიდევ ბევრია. მე ვაკვირდები სხვათა ფიქრებს და სხვა თოცნებებს. ზოგჯერ მიზეზებს სასაცილოს მათი დარდისას. ზოგს ფუფუნებას ყურია და სხვას ვერას ამჩნევს, ზოგი კი მხოლოდ სახს ნატრულობს, ოღონდ თავისას. ზოგს ახალი სურს ყოველივე, ბოლო მოდელის და ამისათვის საკმარისად ბევრიც აქვს ფული. ზოგი კი მხოლოდ იმას დარდობს, როგორ იშოვოს დასანაკრებლად სუმცირედი თვითვლუქმა პური. ზოგი იღლება ყოველ ღამით კლუბებში ყოფნით და გასართობად რესტორნებსაც არ აიშურებს. ზოგს კი ის აღლის, რომ იფიქროს, ვინ შეიკედლებს, ვის შეფარებას კიდევ ერთხელ ვინ მოისურვებს. ზოგი სუსხიან სახლშია და ბუხართან თბება. თან ნეტარებას ალბათ ახალი ფიქრებიც ერთვის. ზოგი კარდონებს, აგროვებს და თან იმას ფიქრობს, რომ ყოველ ღამით გაყინული სიკვდილსა ებრძვის. ზოგი მშობლების ტკბილად ნათქვამ სიტყვებს არ უსმენს. მათ გარეთ გაჰყრის, თვითონ კიდევ სახლს ვერ იზომავს. ზოგს კი მშობლები ნანახის კი საერთოდ არ ყავს და მათზე ფიქრებს წუთი სოფლის საგზლად იზოგავს. ზოგმა თუ სადმე პატარაზე ფეხი წამოჰკრა, მის სამ პრობლემას მოუგვარებს ალბათ მამიკო. ზოგს კი პრობლემა თვითონ სტუმრობს, თლად უმიზეზოდ. ამ დროს კი დამნაშავე შესაძლოა სულად სხვა იყო. ზოგისთვის განათლების მიღებაც ხომ არაფერია. თან შეუძლია საზღვარგარეთ კარგად ისწავლოს. ზოგს კი ამისი საშუალება სულაც არა აქვს და სარჩენადაც იცის ბევრი უნდა იცვალოს. ზოგისთვის სამსახურის დაწყებაც კი არაფერს ნიშნავს. ხელს დაიქნევს და უცებ იგი ბოსი გახდება. ზოგს კი მენაგვედ მუშაობაც არ შეუძლია, მისი მცირედი ოცნებები ვერც კი ახდება. და ამ ყველაფრის შემდგომ რა ჰქნას ადამიანმა? აღარ ისუნთქოს დაშიმშილით თავი მოიკლას? ქუჩაში ზის და ნაღვლიანი ორკაპიკ სითხოვს თან ელოდება ეს ცხოვრება, რასაც მოიტანს. თუმცა ამ ხრივაც გამოუჩნდათ მეტოქეები. ვითომ უჭირთ და სხვის მაგივრად თავს გვაცოდებენ, გამოვლიან და აფერისტულ ტირილს იწყებენ, თვით სიკვდილნარევ სიტყვებსაც კი ბევრს გვაგონებენ. მე არ ვაპირებ მათ ბილდ სახელს მელნით შევეხო, რადგან ისინი არ არიან ღირსნი განხილვის. საუბარი მაქვს თვით რეალურ პიროვნებებზე, ვისაც ხმა ესმით შინაგანი გამოძახილის. მინდა ეს ფაქტი რომ ყოველ დღე კარგად მახსოვდეს და მადლიერი ვიყო იმის, რაც გამაჩნია. ზოგს კი ამდენიც ოცნება დაქვს აუხდენელად. არც ლიკმა არ აქვს და არც ტანზე არა აცვია. ისე წავედი ამ ფიქრებში, როგორც მორევში. როგორც თამადა საწეული სასმისია ათრობს, ვეღარ ჩუმდები და ამ დუმილს ვერ ვუმსახურებ, რადგან გულიდან წამოსული გრძნობები მახრჩობს. თითქმის უკვე ვთქვი, რაც მინდოდა. არ მასვენებდა. ისიც კი მიკვირს თუ ამდე ხანს როგორ გავსწევ. მე იმედი მაქვს, რომ ჩემს სიტყვებს სწორად გაიგებთ, ბოლოს კი ნათქვამ საბორგებულს კიდევ ერთს დავსწენ. თუ კი ქუჩაში სამათხოვროდ დაჯდომად ეხავს, მას გადავიჭრი წინ გამოწვილ უსუსურ ხელებს და გამლელების ამაზრზენი მზერის თანხლებით არტერიიდან თვით ველური სისხლი იგებო.